დღეს 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. იგი 12 უდი დღეს დღესასწაულს შორისაა. სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა 3 მოციქული იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. დღეს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მამა ილია ჭოველიძემ აღავლინა, რის შემდეგაც ტრადიციისამებრ ხილი აკურთხა. ილოცავთ ჩემო ძვირფასებო დღევანდელ დღეს ფერისცვალების დღეზე, როდესაც მაცხოვარი გაბწყინდა მოწაფეების თვალწინ. ეს მოხდა აიყვანა მოწაფეები თაბორის მთაზე და მათ წინ ფერი იცვალა და ეს რომ დაინახეს თავისმა მოწაფეებმა, თან მერე დაინახეს კიდევ რომ მასთან ერთად დგანან მოსე და ილია და რაღაცა საუბრობენ. გასვლაზე, მაცხოვრის გასვლაზე იყო საუბარი ქრისტიანული მიზახიან და თქვენ იცით რომ ეს დღესასწაული რო იწყება სახარება შემდგომ 6 დღისა რომელ 6 დღეზეა ლაპარაკი ეს დღესასწაული მოხდა აღდგომამდე მაგრამ რაღაც ნების ვიდეოს ემთხვეოდა ეს დღესასწაული მერე დღებამ დაადგინა რომ მართვაში უნდა ყოფილიყო ეს დღესასწაულიც და მაგრამ არა იმ დროს, როდესაც ეს ნებისშვიდეული იქნებოდა, იმიტომ რომ ნებისშვიდეულში ჩრდილებოდა ეს დღესასწაული და ამიტომ გადმოიტანეს მარიამობის მარხვაში და დღეს ჩვენ ამ დღესასწაულს იმიტომ აღნიშნავთ დღევანდელ დღეს. თორე სინამდვილეში ეს ფერი იცვალა მაშინ, როდესაც სანამ იერუსალიმში შედის. მაშინ მოხდა ეს ამბავი. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო. მერთმა დაგლოცოთ. მე ბევრს აღარ შეგაწყენ თავს და გილოცავთ კიდევ ერთხელ. აი ამ დიდებულ და ლამაზ დღესასწაულს, რომელსაც ფერისცვალება ჰქვია და ყველა ადამიანი, ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, რომ ფერი ეცვალოს სიკეთისკენ, სიყვარულისკენ, ერთგულებისკენ, თავდადებისკენ. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანის სული გადარჩა. მერთმა დაგლოცოთ და მრავალგზა